შეიგნეთ, რომ ამ ბავშვებს უნდა ციცოცხლე. ეს ბავშვები არიან სიცოცხლის უნარიანები და ამ ბავშვებს სჭირდებათ გადარჩენა. თეონა თედელური 6 წლის თეოდორე ნადირაშვილის დეიდაა. თეოდორე კი ერთ-ერთია იმ ასამდე ბავშვს შორის, რომელსაც იშვიათი გენეტიკური დაავადება, კლიუშენის სინდრომი აქვს. ესაა დაავადება, რომელიც კუნთების დისტროფიას და ადრეულ ასაკში ტანჯვალ სიკვდილს იწვევს. ჩვენთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ჩვენი შვილებისთვის არის ყოველი წუთი მნიშვნელოვანი. აი ხა ერთ-ერთი დედა იძახდა ჩვენთან, რომ ბავშვი შევიდა ვანაში დასაბანად. თვითონ შევიდა ბავშვი და იქიდან დამიძახა, რომ დედა ვეღარ უგრძნობ ფეხებს, მოდი გამიყვანე. როგორია ეს დედისთვის? ბავშვი შეუშვა ვანაში დასაბანად და ვეღარ გამოვიდეს თავისით. ან ბავშვი დაწვეს თავისით საწყოში და დილით ვეღარ ადგეს. და რას მეუნებიან ესენი, რომ ეფექტური არ არის წამალი და იმიტომ არ შემომააგ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის შემთხვევაში სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უკვე შესაძლებელია მედიკამენტებით. თუმცა მედიკამენტები ძვირია და სახელმწიფო მათი შეძენის აუცილებლობაში ჯერაც არ არის დარწმუნებული. უფრო მალე უნდა გამოსულიყავით, უფრო მალე უნდა გაეგო საზოგადოებას ჩვენი ამბავი. დღესაც ნახევარზე მეტმა არ იცის რასთან გვაგზა, რას ვეჭიდავებით. ხახო, გაიგეთ, რომ ყველა ბავშვს უნდა სიცოცხლე. ამ ინტერვიუში თეონა თედელურთან ერთად ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც ვერაგ დაავადებაზე და უმოქმედო სახელმწიფოზე, ასევე იმაზე, მაგალითად ამერიკაში როგორ იმართება ეს დაავადება. თეონას მეორე დიშვილი, თომა, სწორედ ამერიკაში იღებს უკვე მეორე წელია მისთვის შესაფერის მკურნალობას. მე პირადად ვკითხე სარჯველაძეს, რითი ადგენ წამლის ეფექტურობას? ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია, ჩვენ არ გვაქვს დაკვირვების რაღაცა ის ეტაპები, რომ გაიაროს, რის საფუძველზე შემოგაქვს წამალი. ვერ ვატარებთ. აი როგორ შემოგაქვთ წამალი და რა პასუხი გაქვთ, იცით? გადავხედავთ, აი წამალიო, რომელიცო ბევრ ქვეყანაშიო შედისო, ის შემოგვაქვს ჩვენцо. ეს ამისა გადის ესა სისტემაა თუ რა ხდება? ყველაფრისთვის მზად ვართ. აი არ გვაინტერესებს რა მოხდება. ვიბრძვით ბოლომდე. თუ გინდა დამიჭირეთ, თუ გინდა დამცხრილე, რაც გინდა ის მიძახე, მომიტანე წამალი. გამარჯობა თეო, როგორ ხართ? კარგად. შეძლებს დაგვარეთ. ამ ინტერვიუს ჩვენ წერთ ორშაბათს და დღეს აპირებთ, რომ კანცელარიასთან გაათენოთ ღამე სხვა მშობლებთან ერთად, ხო? არ ვიცით, ეგ ბატალიები როგორ იქნება, მაყურებელი ამ ინტერვიუს ნახავს 4 შაბათს, მაგრამ არ ამგონია, რომ ესე მალე მოგვარდეს მოკლედ პრობლემა, რომლის გამოც ვლაპარაკობთ და პირველ რიგში მინდა სწორედ ეს განწყობა ვიკითხო, დიდი ხანია წელიწადზე მეტია, ხო? წამალს ითხოვთ ბავშვებისთვის, რა მოლოდინი გაქვთ? რადგან უკვე კარვების დაცემამდე და ღამის თევამდე მივიდა საქმე. მოლოდინი, ანუ თავიდან დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ გვინდოდა ასე საჯაროდ, ასე ხმაურიანად გამოჩენა. წელიწად ნახევარია ვიბრძვით, რომ სარჯველაძესთან მივაღწევთ მხოლოდ მშობლებმა, რომ წამალი შემოუტანონ ჩვენ ბავშვებს, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. პირველი შეხვედრა, როდესაც იყო და შევხვდით სარჯველაძეს, გვითხრა, რომ აი მოვიძიებ, მე შევდივარ თქვენ მდგომარეობაში, ვიზრუნებ ყველაფერს თქვენი შვილებისთვის. მეორე შეხვედრა, როდესაც იყო, უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ეს წამალი ძვირია და სახელმწიფოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ეს წამალი შემოვიტანოთ. მე იქვე მოგუგლა რაღაცები და ეს რა ცუდი წამალი ყოფილა და იმის მერე 9 შეხვედრა გაიმართა მშობლებს და სარჯველაძეს შორის და იგივე ერთი სიტყვა ზედმეტი არა აქვს დამატებული. ერთი და იგივე რაღაცა განსხვავებულს რო შეეკითხები, უდევს ფურცელი, ჩამოწერილი აქვს რა უნდა ილაპარაკოს და რაღაცას რო კითხავ, არ გისმენს, მიყვება იმ თავის დაწერილს რა უნდა თქვას. ეს არის იმხელა სტრესი ჩვენთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად გაიაზროს ეს სიტყვები. ყოველი ჩვენი წუთი არის მნიშვნელოვანი ამ ბავშვებისთვის. მაგრამ ამათ ეს არ აინტერესებთ. ყოველ შემთხვევაში გამოვჩდით, ხალხმა გაიგო ეს ჩვენი პრობლემა და უკვე აღარა გვაქვს დასაკარგი არც დრო, არც არაფერი. ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ თუ უნდათ დაგვიჭირონ, თუ უნდათ ჩაგვცხრილონ, ჩვენ უნდა ბოლომდე ვიბრძოლოთ. ის კი არა ბავშვები, რომლებიც ეტლში ზიან,
როდესაც ეს ბავშვები იყვნენ დათრგუნულები და ხმას ვერ იღებდნენ, იმ ხელა ბრძოლის ჟინი მოეცათ. რთულია ალბათ, როცა ბავშვი ეტლშიზი ხარ და შენი მშობელი რუპორში ვლაპარაკობს ან სხვა მშობელი, რომ აი ეს არის საშინელი დაავადება და ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ბავშვები წამებით არ დაიხოცონ იმაზე ადრე, ვიდრე ეს შესაძლებელია, ხო, სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში და მედიკამენტებით უზრუნველყოფის შემთხვევაში. და ალბათ ყველა მშობელი ფიქრობს, ხო, რომ ეს პირდაპირ არ მოასმენინოს ბავშვს ის რა საშინელება შეიძლება, ხო, ელოდოს, მაგრამ უკვე გადალახულია ეგ მიჯნა, როცა ამაზე ფიქრის ფუფუნება შეიძლება გქონოდათ. რას ამბობენ თვითონ ეს ბავშვები მერე სახლში რომ მოდიან? ეს ბავშვები ნუ გონია იმეს, რომ ამათ გარდა იმისა, რომ ეტლში ზიან, რამე ეს კოგნიტური დისფუნქცია აქვს, ხო? იმდენად აზროვნებენ ეს ბავშვები, იმდენად, ეხა ჩვენ ყავს ასაკში ვინც არიან უკვე ყველა დეტალს თვითონ ძიობენ, თვითონ გუგლავენ, ბავშვები თვითონ არიან ჩართულები სხვა ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნის ბავშვებთან, თვითონ ეკონტაქტებიან იმ ბავშვებს, იმდენად არიან ჩართულები ამ თავიანთ დაავადებაში. და ვთქვათ ისიც, რომ მარტო ბავშვები არ არიან, ანუ დასრულებიც არიან 19-21 წლის, ანუ მაინც არიან ეტლში, მაგრამ სუნთქავენ, აზროვნებენ, ლაპარაკობენ და თვითონ იგებენ სიახლეებს, რა ხდება მსოფლიოში ამ კუთხით. და ამ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, რაც ეს შეხვედრები ჯერ და ხრულკარს მიღმა ჰქონდათ და მე იძულებული გახდით გარეთ გამოხვიდეთ. შეიცვალა ამ ბავშვების მდგომარეობა, ვიცით, რომ შეიცვალა, 8 ბავშვი ეტლში ჩაჯდა და 3 სამწუხაროდ დაიღუპა, ხო? არა, აი დამოკიდებულება საკუთარ დაავადებასთან, ანუ ადრე ეშინოდათ, რცხვენოდათ და ეხლა უფრო ღიად ლაპარაკობენ. ეხლა უკვე რაც უკვე გამოვიტანეთ საჯაროდ ეს თემა, ბავშვები გეუბნები, რომ თვითონ ითხოვენ, გაგვიყვანეთ აქციებზე, მოვიდნონ ტელევიზიები ჩაგვწერონ, თვითონ არიან უკვე გადასული ამ რეჟიმში. ანუ უფრო მეტად ბრძოლის სურვილია, ვიდრე ბრძოლისუნარიანები არიან, კი, როგორც მშობლები, ისე ბავშვები. და აი ვინაიდან ეს რვა შეხვედრა, როგორც თქვენ თქვით, ერთ წრეზე სიარული იყო მეორე შეხვედრის მერე, ფიქრობთ, რომ დრო დაკარგეთ და უფრო მალე უნდა გამოსულიყავით გარეთ? აი, რა თქმა უნდა დავკარგეთ. უფრო მალე უნდა გამოსულიყავით, უფრო მალე უნდა გაეგო საზოგადოებას ჩვენი ამბავი, იმიტომ რომ დღესაც ნახევარზე მეტმა არ იცის რასთან გვაგზა, რას ვეჭიდავებით. ისეთ კომენტარებს ვკითხულობ, ჩვენ წამლები, მშობლები ვითხოვთ წამოს და შედიხარ და ისეთი კომენტარები წერია, რომ აი ტირილით ვკვდებით მშობლები გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდე აქეთ სხვა ისა გვაქვს აზრუნავი გვაქვს. ისეთ ხალხო, გაიგეთ, რომ ყველას ყავს შვილი და ყველას აქვს მომავალი. ყველა ბავშვს უნდა სიცოცხლე. გახსოვთ ეს კომენტარები, რაც განსაკუთრებით ცუდად ხდება? ვაიმე, აი ყველანაირი თქვენ ხართ ქუჩის ქალები გამოსულები. ბავშვისთვის წამალს ვითხოვ და როგორი ქუჩის ქალიც რო იყო გამოსული, ჩემი შვილისთვის ვითხოვ. და კიდე იყო ესეთი კომენტარი, ისო ნაციონალებისგან მობილიზებული მშობლები გამოიყვანაო თუ რაღაც ეგეთი. რომელ პარტიას ვეკუთვნი, რა მნიშვნელობა აქვს? რაც გინდათ ის დამიძახეთ, ვისაც გინდათ ის მიგვაწერეთ. არა გვაქვს პრობლემა, მხოლოდ წამალი მოგვიტანეთ. რაც გინდათ ის გვიწოდეთ, არა აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. და თეო, ეს კომენტარები, რაც ეხლა თქვენ ალბათ ჩვეულებრივ ადამიანებზე ან სულაც ტროლების კომენტარებზე ლაპარაკობთ, მაგრამ დაახლოებით მსგავსი სულისკვეთების განცხადება გავრცელა ჯანდაცვის მინისტრმა შაბათს, როცა კანცელარიასთან, როცა ჯერ მარში იყო და მე უკვე კანცელარიასთან იყავით მშობლები, ხო? ამ განცხადებაში ნათქვამი იყო, სულისკვეთება რითიც გავდა, რომ რიგი პოლიტიკური ძალები ამ ადამიანებს იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის, ხო? ეხლა თქვა ეგ. კი, აი ეხლა თქვა ეგ, მაგრამ
წელიწადნახევრის წინ ხო არც ერთი პოლიტიკურ პარტიასთან არ მივსულვართ დასახმარებლად. პირიქით, როდესაც აი მშობლები მე პირადად ძალიან ბევრი ისეთი ოპოზიციის მხრიდან პარტიაში მყავს ბევრი მეგობარი და ვეუბნებოდი მშობლებს, რომ მოდი ჩავთოთ სხვა ადამიანებით, ყველანი თანხმდებოდით, ბოლოს მივდიოდით, რომ არა, ჩვენ არ გვინდა პოლიტიკური სახე მივცეთ ამ ყველაფერს. არ გვინდა პოლიტიკოსების უკან ამოვეფაროთ, ეს არის წმინდა სიცოცხლისთვის მებრძოლი ბავშვებისთვის გადადგმული ნაბიჯი. არ გვინდა არც ერთი პარტია გვერდში, მაგრამ მაშინ რატოსად იყო, რატო არ გვეუბნებოდა, რომ პოლიტიკოსების ამოფარებული თუ რაღაც რა ვიცი რა სისულელეები თქვა, მაგ კაცის ერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი. ეგ არის ჩვეულებრივი რობოტი, რომელსაც არანაირი გრძნობა არ გააჩნია. დედა მოდის და იძახის შვილისთვის წამალი მინდა და ესეთ ისე მლანძღეთ რამდენიც გინდათ, თუ გინდათ მლანძღეთ, მე მაინც ჩემი რას ქვია. ანუ ამდენი შეხვედრის განმავლობაში ვერ იგრძენით ან თანაგზობა ან აბსოლუტურად გაყინული სახე აქვს. აბსოლუტურად გაყინული სახე აქვს და ჩვენი თაკო არის ორგანიზაციის წევრი არის მოიძიეს მშობლებმა მოიძიეთ ორგანიზაციამ ჩვენ თვითონ დაუკავშირდით წარმომადგენლებს წამლის შემომტან კომპანიებს და ბოლო შეხვედრაზე თაკომ დაუწერა მეილი და ეს ფარმაცევტული კომპანიაო გელოდებათო რომ თქვენგან იყოსო რომ თანახმა ვართ წამლის შემოტანაზე და ფურცელზე დაუწერა მეილი რომ აი აქ დაწერეთო რომ თანახმა ხართო და უკან ესე მოგვიგდო ჩვენო არავისთან არ დავრეკავთო თუ რამე უნდათო თვითონ დაგვიკავშირდნენ თვითონ როგორ უნდა დაუკავშირდნონ თუ შენ არ გამოთქვი სურვილი რომ მე თანახმა ვარ ჩემ ქვეყანაში შემოვიდეს წამალი რას ელოდებ ვინ მოვა და რა ბედი ეწია მე ამ ქაღალდს? არაფერი პროტესტის ნიშნად დავტოვეთ ეს იყო ბოლო შეხვედრა. ბოლო შეხვედრა კი. და კიდე ერთი რაც დღეს მოგხვდა თვალში იყო კამპანიური ხასიათის, არ ვიცი, საინფორმაციო შტურმი. იმაზე, რომ ეს მედიკამენტები, რომლებსაც მშობლები ითხოვენ, არის ბევრი უკუჩვენების მატარებელი, საშიში და საშინელი და ბავშვებს ეს არ უნდა მივაკაროთ. კი, უყურე, ეხლა რა ხდება? ნახეთ, ბავშვი, რომელიც დაავადებული ამ დაავადებით და განწირულია, უკვე ვიცით, რომ 20 წლის ასაკში 20 სულ რო ავიღოთ ყველაზე მეტი 30 წელი ვთქვათ, ხო? ეს არის ნელი სიკვდილი ბავშვისთვის. ჩვენ ვითხოვთ წამალს, რომელიც ამ სიკვდილიანობას გადადებს 50-60 წლის მერე. ეს ბავშვები ხო მაინც მიდიან მაგ გზაზე. წამალს შემოგვიტან, გაუკეთებთ და გავახანგრძლივებთ ამ სიცოცხლეს თუ შემოვიტანთ წამალს და თქვათ ერთი ინექციის მერე რაღაც ფატალური შედეგი დადგება, ხო მაინც განწირულია ბავშვი. ყველა მშობელი მივდივართ მაგ რისკზე, ყველა თანახმა ვართ, რომ გადარჩეს, ხო უკვე შედეგი დაიდო. ასე რომ აი ეგ უაზრო რაღაცები რომ ეს განწირულები, ეს წამალი არ არის ეფექტური, ეგ არის სისულელე, მართლა სისულელეა. და ამაზე იყო იქაც შეხვედრებზეც ლაპარაკი გეუბნებოდა. კი, როგორ არა, რომ ეს არ არისო დამტკიცებული წამალი, რას ქვია დამტკიცებული? რითი, მე პირადად ვკითხე სარჯველაძეს, რითი ადგენს წამლის ეფექტურობას? ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია, ჩვენ არ გვაქვს დაკვირვების რაღაცა ის ეტაპები, რომ გაიაროს, რის საფუძველზე შემოგაქვს წამალი. კლინიკურ კვლევებს ვერ ვატარებთ. ვერ ვატარებთ. აი როგორ შემოგაქვთ წამალი და რა პასუხი გაქვთ, იცით? გადავხედავთ, აი წამალიო, რომელიცო ბევრ ქვეყანაშიო შედისო, ის შემოგვაქვს ჩვენцо. ეს ამისა გადის ესა სისტემაა თუ რა ხდება? ხო, მაგრამ ეს წამალი ბევრ ქვეყანაში შედის. კი, ბევრ ქვეყანაში შედის. მაგრამ ჩვენი მინისტრი თავისი გადასახედიდან ფიქრობს რა შემოიტანოს და რა არ ვიცი. მოდი ვთქვათ თეოდორეზე, რომლის გამოც აღმოჩნდით ამ ამბავში, ხო, თეოდორეს აქვს საინტერესო ისტორია, ის და მისი ძმა
ორივე არიან ერთი და იგივე სინდრომის მქონეები, ერთი აღმოჩნდა ამერიკაში დაბადებული და იღებს უკვე ამ თერაპიას და გაქვთ შედეგები. და თეოდორე აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე და ამიტომ გიწევთ წამლისთვის ბრძოლა, ხო? არ ვიცი, მე მგონია, რომ ამიტომაც გთხოვეთ თქვენ ჩვენი სტუმრობა, რომ ეს კიდე დამატებითი ემოციური დილემაა ოჯახისთვის, რომ ერთი ბავშვს მაინც მიცე ის, რაც შეგიძლია მიცე და მეორე მხრივ უყურო მეორე ბავშვს, რომელიც რჩება ამ პროგრესის გარეშე, რომელსაც ერთი უკვე იღებს, ხო? როგორ გამოიხატა თავიდან, რომ თქვით, რომ ხალხმა არ იცის, რომ მოდი თვითონ სინდრომზეც ვილაპარაკოთ, როგორ მიხვდით, რომ ამ სინდრომთან გქონდათ საქმე? აი ეს პატარები რო იყვნენ ეს ბავშვები, ესენი ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ტყუპებივით არიან დასდილები. პატარა განსხვავებაა წელიწადნახევარი. წელიწადნახევარი კი არის განსხვავება, მაგრამ თეოდორე არის წლინახევარით პატარა თომაზე. ტრუსიკსაც კი უმოწმებდა ხოლმე, ზუსტად ისეთი უნდა ჩაგეცმია და ეს ბავშვები იყვნენ იმდენად ერთნაირად ჩაცმულები, ერთნაირად გამოიყურებოდნენ და ტყუპები ეგონათ ძალიან ბევრს. ორივე თომა უფროსი, თომა არის ამერიკაში, ეს უფროსი ბიჭი, რომელიც არის თომა, უფრო შედარებით აქტიური იყო და ეს ცოტა უფრო ნელი და მივიყვანეთ ორთოპედთან, რომ მეთქი ან ხერხემლის გამრუდება აქვს ბავშვს, ან რამე ისეთი აქვს და უცბად წავეშველებით და ორთოპედმა გითხრა, რომ წაიყვანთ ნეიროქირურგთან. ნეიროქირურგმა რო შეამოწმა ეს ბავშვები თომასზე არაფერი არ გითხრა და თეოდორეზე გითხრა, რომ გაუკეთეთ კრეატინკინაზის ანალიზი და გაუკეთოთ რომ მოვიდა ანალიზი და იყო მაღალი კრეატინკინაზა, გაუკეთოთ ამის ფონზე გენეტიკური კვლევა. რადგან ეს ბავშვები, აი ანალიზებზე რო დაყვავდა, სისხლის ანალიზი იყო, შარდის ანალიზი იყო, თითქოს ერთი ადამიანის ორი ფურცელი გეჭირა და რადგან ერთზე გვითხრეს ჩვენ შეგვეპარა ეჭვი რომ მოდი აბა ამასაც გაუკეთოთ და დაუდასტურდა თორივეს და ამ დროს რა მხელები იყვნენ? ამ დროს 2024-ში და სასწრაფოდ მოვკიდეთ ხელი და წავიყვანოთ თომა. აი ესე დავაშორეთ ეს ბავშვები და ორივესთვის ისეთი სტრესიც იყო. დღემდე ის აქვთ ამ ბავშვებს ერთმანეთში თომა როდის ჩამოვა, თეოდორე როდის ჩამოვა, აი იმდენად კითხულობენ, აი როგორია ხა რო უთხრა, რატო ვერ არიან ერთად. მშობლისთვისაც ძალიან ძნელია. რამდენ რამესთან გვაქვს ბრძოლა. და თომას შედეგები რა არის? ჩასვლიდან მალევე დაიწყო. თომას ჩავიდა ამერიკაში და უკვე მივიდა იქ პედიატრთან, პედიატრმა გადაამისამართა უკვე ამ კვლევის ცენტრში, მიიყვანეს და გაუუკეთეს ყველანაირი ანალიზი. და ანუ მანამ გაუკეთეს ეს გენეტიკური თერაპია. მანამ 4 თვე, მგონი 4 თვე ზუსტად არ მახსოვს რამდენი 3-4 თვე ყავდათ პრედნიზოლონზე. პრედნიზოლონმა შეშუპება სახის ეს ისინი რა ქვია ლოყები გაუბუთხუზა, ბავშვი დამრგვალდა, თმიანობა წამოუვიდა და ეხლა როდესაც ჯირინიოსტატს და ვამოროლონზე გადავიყვანეთ, ბავშვი მოუხსნეს ეს პრედნიზოლონი. ბავშვი ჩაწყნარდა, ჩაიფუშა, ჩვეულებრივად გახდა, ეს სახეც დაუსუსტდა და ეს თმიანობაც დაცვივდა. როდესაც სკოლაში შევიდა პირველ კლასში, იქაც არის ეს დამხმარე მასწავლებლები, მანამ არ ჩამოვიდოდა მასწავლებელი, მანამ ხელს არ მოკიდებდა ბავშვს, მანამ ჩანთას არ აიღებდა თვითონ მასწავლებელი და აიყვანდა კიბეზე, ვერ ადიოდა ეს ბავშვი, ვერ თამაშობდა ბავშვებთან, კომუნიკაციაც არ უნდოდა სხვა ბავშვებთან, იმიტომ რომ ახლა პირველ კლასელი ბავშვები, ყველგან პირველ კლასელი ბავშვები არიან და ხო და ეს რო არ იყო ესეთი აქტიური, ყოველთვის იჯდა ესე კუთხეში და როდესაც გაუკეთდა ეს გენეტიკური რა ქვია მაგას თერაპია. 2 თვეში ბავშვი იმდენად წამოვიდა, ფეხბურთის თამაში დაიწყო თავის თანაკროვებთან. ბავშვმა რომელიც კიბეზე ვერ ადიოდა. კი.
და ეხლა თვითონ მასწავლებელიც უკვე რომ ეს ზაფხული იყო და სექტემბერში მივიყვანეთ სკოლაში, გამოვიდა მასწავლებელი და რა გაუკეთეთ თუ ამ ბავშვსო? გონებრივათაც კიო უკვე იმდენად წინ არის ეს ბავშვი წამოსული, აღარ ვამბობ ფიზიკურობაზე. ბავშვმა, რომელმაც 8 სართული ისი აიარა, რომ არ დაღლილა, ხელის მოკიდებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მეტი რა შედეგი უნდა სარჯველაძეს? ჩამოვიყვან ამ ბავშვს. მითხრან ჩამოვიყვან, შეკრიბონ კონსილიუმი, ყველანაირი ანალიზი გაუკეთონ, რაც უნდათ ის გაუკეთონ ამ ბავშვს. შედეგი დაინახო, რომ ნამდვილად აქ ამ წამლებს შედეგი. და პარალელურად რა ხდება თეოდორესთან? ვიბრძვით წამლის შემოტანაზე. არა, ანუ სინდრომები რაშია გამოხატული? როდესაც მყავდა წაყვანილი ზაფხულში დასასვენებლად, ეხა იქ ეზო გვაქვს, გარდის, შემოდის, დარბის და ვერ, ანუ იმდენად ვერ აქცევა ის ყოველდღიურად. რო ჩამოვიდა და უკვე ბაღში სიარული დავიწყეთ და რაღაცა, უკვე შევამჩნიე, რომ ბავშვი აი ჩამოვიდა და უკვე უკვე აწეულია ოდნავ. აიწევა ფეხის წვერებზე, გაჩერდება, წავა, თეო ფეხები მეტკინა ცოტა ხანი გავჩერდეთ რა, რომ მიმყავს რეაბილიტაციის ცენტრში, გავჩერდებით ესე დგას ცოტა ხანი შეისვენებს, ისე წავალთ და სადღაც 100 მეტრი არის და გვჭირდება რაღაც სადღაც 9 საათი რომ მივიდეთ შესვენებებით, კი. და ჭირდება ხელის. კი, აი ხელს რომ გაუშვებ, გებღაუჭება რომ იგრძნოს ბავშვმა რომ რაღაცას არის მოჭიდებული. აუ თავის ფეხებს ვერ ენდობა? ვერ ენდობა, ხო. იმიტომ რომ რამდენი ხელი გაუშვი, იმდენი ან წაიქცა, ან ფეხი წამოკრა და უნდა იყოს სულ ესე რომ დაცულად იგრძნოს თავი. და ბაღში მზის ძირითადად თუ როგორ თამაშობს? არა, ბაღში იციან პედაგოგები არიან გაფრთხილებულები და ვეუნები ყველაფრის უფლება მიეცით. რაც უნდა ის გააკეთოს. ამ ბავშვებს ისედაც დროში ისეთი და ეხა კიდე რომ დასვას კამზე იმის გულში რომ არ დაეცეს ეს ცოტა რაღაცნაირი. რაც უნდა ისაკეთოს ვეუნები. მაგრამ ბაღში ლაღად და კარგად გზნობს თავს. და აპირებს სკოლაში მისვლას. კი, რა თქმა უნდა. და სკოლაში ალბათ დაჭირდება, ხო ასისტენტი? მასწავლებელი დაჭირდება. აი ეს დრო არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, იმიტომ რომ აი თვითონ უпростоრად უკვე აღარ ბავშვები, მაგრამ ახალგაზრდები, რომლებიც 20 წლის მიდამოებში არიან, მე მგონი იმ წინა დღეების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ამბავი ეგ იყო, რომ ამბობდნენ, რომ ჩვენთვის ამ წამლის შემოტანას აზრი აღარ აქვს ბავშვებს მიხედეთო, ხო? ხო. აი თქვენ შემთხვევაში ჯერ კიდევ აქვს ხო წამლის აი რა ასაკამდე აქვს? ზოგადად წერია იმ იმაში, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელსაც არ აქვთ ჯერ შეზღუდული აი ის ხო გადაადგილების ფუნქცია არ აქვთ შეზღუდული, როდესაც გულს, სისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქის სისტემა, აი ყველაფერი მწყობრშია. აი ეს წამალი ამ ბავშვებზე უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე ეტლიან ბავშვებზე. და მაგიტომ არის საჩქარო. ეტლში ბავშვი ჯდება დაახლოებით 10 წლის მიდამოებში. მაგრამ უკვე ეტლში იმჯდომი ბავშვებისთვისაც არის გამახანგრძლივებელი. არის გამახანგრძლივებელი, მაგრამ ამ ბავშვებისთვის უფრო საჩქაროა წამალი, რომ ეტლამდე არ მივიდნენ. თეო, ერთ-ერთი რაც ამ წამლისთვის ბრძოლაში რთული მგონია ემოციურად არის წინა წამლისთვის ბრძოლის მაგალითი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რამდენიმე წლის წინ არც ისე შორეულ წარსულში ვუყურებდით და ვაშუქებდით სხვა მშობლების ბრძოლას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ასევე თვეების განმავლობაში ქუჩა-ქუჩა ჯერ შეხვედრებზე და მერე ქუჩაში ითხოვდნენ წამლებს და მძიმე ბრძოლით მოუწიათ ამ წამლის მიღება. აი მარშზე რო ფიქრობდი მგონია რომ ერთი მხრივ ეს წარმატებული მაგალითი როცა ვიღაცამ ბრძოლის წამალი მოიპოვა შეიძლება იმედს გაძლევდეს რომ შენც მოიპოვებ თუ კარგად იბრძოლებ, მაგრამ მეორე მხრივ არის წნეხი, იმიტომ რომ ფიქრობ რომ მე რატო არ მაძლევენ ამ წამალს ისე კარგად არ ვიბრძვი, რამე დავაკელი, აი როგორ უყურებთ ამ ორ ბრძოლას, იმიტომ რომ მას შემდეგ ქვეყანაც შეიცვალა, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა
არა, ბევრი რამეა შეცვლილი ამ ქვეყანაში. მთავრობას ქონდა იგი პირველად ხომ მაგათმა გაიარეს, ჩვენ იმიტომ არ გვინდოდა ესე მასშტაბურად არ გადაგამოვიდა. ის ხო უკვე გადატანილი ქონდა. ჩვენ რომ მივედით თხოვნით, გვეგონა რომ ესე ცივილური ფორმით, რადგან ეს ბრძოლა უკვე გადალახული იყო, აღარ გაიმეორებდნენ იგივეს, მაგრამ უარესად შემოგვიტრიალეს. აი ზუსტად მაგიტომ ჩვენ 2-0 უნდა დავდოთ ბავშვების სასარგებლოდ. ყველანი ვართ მაგისთვის მობილიზებულები. და ასევე ამ ამბავში მგონია მნიშვნელოვანი ექიმების ჩართულობა. არც მაშინ არ იყო დიდად ექიმების სიმრავლე აქციის მონაწილეთა რიგებში, ვინც ბავშვების ინტერესებს იცავდა და ეხაც არის მის მაინც და მაინც პროფესიული ხმა, ხო? რითი აიხსნება ეს? არ ვიცით. აი მაგაში აი საერთოდ გაოცებულები ვართ, რომ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო მირზა ფუტკარაძეს, რომელიც ჩვენთან ერთად დგას და ჩვენ შვილებისთვის იბრძვის. აი ეგეთი უნდა იყოს თეთრხალათიანი ექიმი დღეს საქართველოში და არა ის რომ გამოვიდნონ და რაღაც სისულელეები ილაპარაკონ. და რატო არ დგანან ბავშვების ინტერესებთან? რა გონიათ, არ იციან ამ დაავადების შესახებ? ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ყველამ ყველაფერი ხო მიდიან პრესკონფერენციებზე, ხო იმართება იქ პრესკონფერენციებზე, აქაც რამდენი ჩატარდა იმის მერე, რაც ჩვენ ამ ბრძოლაში გადავედით უკვე. არც ერთი ექიმი არ გამოსულა და არც ერთი აი ეს ხმამაღლა მით უმეტეს ჩვენ ძალიან ბევრი ექიმი გვიწყობს შეხვედრებს, მშობლებს ამ დაავადებასთან დაკავშირებით ამა თუ იმ საკითხს როგორ ვებრძოლოთ. თქვენი მოთხოვნით თუ მათი ინიციატივით? სხვათა შორის ზოგჯერ მათი ინიციატივითაც, მაგრამ გამოდი და დაგვიჭირე მხარი, აი ესე საჯაროდ. ყველა თავს იკავებს რატომღაც და რისი ეშინიათ, მაგას ვერ ხვდებით. რისი გეშინიათ ხალხო? გამოდით ჩვენ გვერდზე. ეს ხო სიცოცხლისთვის საჭირო წამალია. ანუ მათ იციან ეს პრობლემა, უნდათ რომ დაგეხმარონ, ოღონდ უნდათ რომ არ გამოჩნდნენ? ეგრე გამოდის. სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ, დრო არ აქვთ. ანუ ეს არის თუ გიხსნიან რომ აი მე სამსახურს დავკარგავ, არა, აი დრო არ აქვთ. რამდენად არ აქვთ დრო, როდის არ აქვთ დრო, ეგ არ ვიცი. ჩვენ არა გვაქვს დრო, ჩვენთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ჩვენი შვილებისთვის არის ყოველი წუთი მნიშვნელოვანი. აი ხა ერთ-ერთი დედა იძახდა ჩვენთან, რომ ბავშვი შევიდა ვანაში დასაბანად. თვითონ შევიდა ბავშვი და იქიდან დამიძახა, რომ დედა ვეღარ გრძნობ ფეხებს, მოდი გამიყვანე. როგორია ეს დედისთვის? ბავშვი შეუშვა ვანაში დასაბანად და ვეღარ გამოვიდეს თავისით. ან ბავშვი დაწვეს თავისით საწყოში და დილით ვეღარ ადგეს. და რას მეუნებიან ესენი, რომ ეფექტური არ არის წამალი და იმიტომ არ შემომააგ. ცოტა სხვა რამე მაინც მოიგონონ, ცოტა აზრი დაატანონ, რას იგონებ. თეო, რა გონიათ ეს ბრძოლა წამლისთვის საბოლოო ჯამში რა არის? სიმტკიცის ბრძოლა, თუ დიდხანს იქნებით მიიღებთ წამალს? ჩვენ სხვა გზა დიდხანს ვიდგებით თუ აქ დაგვჭირდება ჩაცხოვრება, ვიქნებით. რა ვთქვა ახლა მე, რომ ვიბრძოლეთ 1-2 თვე, 1 წელი, 2 წელი და აზრი არ აქვს და ჩავიქნიო ხელი? რა სისულელეა. არც ერთი მშობელი მაგან წყობით არ არის. ალბათ მნიშვნელოვანია ეს მშობლების ამბავიც, თქვენ აი ჯგუფში ხართ, ხო? ყველა ერთად გაწევრიანებული და იცით როგორი პრობლემებია ზოგი ბავშვების ანაბარა, ზოგი რეგიონიდან ჩამოდის, ზოგის მშობელი მუშაობს და ბავშვის დატოვების სირთულე აქვს და ასე შემდეგ. ხო, ეს სოციალური ქსოვილიც საინტერესოა ალბათ, ხო, ვინ არის ეს ხალხი, ვინც ბავშვის წამალს ითხოვს. ხო. და ვიზაც ხელისუფლება ამბობს, რომ ვიღაცების პოლიტიკურ მიზნებს ეგ არის აი შეგვახედეთ ამ ხალხისთვის, ვინ გაიცანით ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ თქვენ ხომ მანამდე ერთმანეთს არ იცნობდით. ვაიმე, იცით რა ხალხი არიან, ჩვეულებრივი ოჯახიდან არიან. აი რა პოლიტიკა, აი ვიცინო თუ ვიტირო უკვე აღარ ვიცი. აი ჩვეულებრივი
დედები არიან, ზოგი ეხა ქუთაისიდან ჩამოვიდა თამარი, უზომოდ მებრძოლი მშობელი, აი თამარს აქვს კიდე ძალიან დიდი გამოცდილება, ძმა ყავს ამ დაავადებით, რომელიც უკვე დიდია და მაშინ, როდესაც ეს პატარა იყო და ეს დაეწყო, არ იცოდნენ რა დაავადებასთან გქონდა საქმე. და ეხლა, როდესაც თამარი გათხოვდა და ბავშვი გაუჩნდა, ეხლა გაიგეს თურმე მაშინ რა დაავადება ჰქონდა თავის ძმას. კახეთიდან ყავს ძალიან კარგი ოჯახი, ძალიან ისეთი, აი ხალხო, ეს ხალხი არ არიან ქაჯები, არ არიან უცხოპლანეტელები, ჩვეულებრივი ოჯახის შვილები არიან. ვერავის ვერ იტყვი, რომ ჩვენ ვიღაცა გვმართავს, ჩვენ გვმართავენ ჩვენი შვილები. გალიდან ქეთი არის უზომოდ მებრძოლი დედა, უზომოდ კარგი შვილის დედა. რა ვიცი, აი ყველა რამდენი ერთი ვთქვა. და აი რეგიონებიდან ჩამოსულები ბავშვებს თან მოყავთ ხა მაგალითად ამ ღამისთების აი წინა აქცია რო იყო და თამარი ჩამოვიდა ბავშვი რო დატოვა წამლის მოთხოვნისთვის მივდივარო უთქვამს თავის შვილისთვის და ბავშვი იყო გახარებული მომიტანე წამალი რომ მივიდა თამარს შეეგება ბავშვი ზოგს მოყავს დამტოვე თუ არა ყავს რას ეხლაც მე რო წამოვედი დავტოვე ბავშვი როგორ დავტოვე ხან ვისვე ხვეწები რომ ბავშვი ყავს წასაყვანი და თუ შეგიძლია წაიყვანო რომ მე აი მივდივარ აქ აი იმდენად რთულია ჩვენთვისაც რომ ბავშვი უნდა იყოს ჩართული რეაბილიტაციაში ცურვაზე ფსიქოლოგთან და ყოველთვის გაგსახვეწარი რომ მე უნდა წავიდი აქციაზე და შენ თუ შეგიძლია რომ ჩემი შვილი არცალია ამას მე სხვასთან რეკავ რომ ბავშვი გადააბარო და ეხა მე გადავაბარე ბავშვი დაჟე იმაზე ვნერვიულობ რომ ნეტა როგორ მიიყვანა ბავშვი თერაპიაზე კი ხო ეს მნიშვნელოვანია თქვათ, იმიტომ რომ მინისტრმა ესეც თქვა, რომ რაღაცებიო გავაკეთეთ ამ ბავშვებისთვის. ჩვენ რო ბრძოლა დავიწყეთ მე ჩემ მაგალითზე ვიტყვი, რომ მივიყვანეთ რეაბილიტაციის ცენტრში და ვთხოვე რომ მინდა მეთქი მითხრე სტატუსი თუ გაქვს და დაფინანსებაო და მეთქი არა მაქვს სტატუსი შეზღუდული შემოყირის სტატუსი და დაფინანსება და არა მაქვს მეთქი და ძალიან მთხოვეს რომ ჩვენთანო პრივილეგირებულებიო არიანო ეს სტატუსიანი ბავშვებიო და ძალიან მთხოვე მე იმ ქალბატონ მარინას რომ იქნები მეთქი სადმე როგორმე შევაკვეხოთ ეს ბავშვი მეთქი და დიდი მადლობელი ვარ მარინასიც რომ დამთანხმდა და ერთი წელი მგონი ჩვენ თანხას ვიხდიდით და რომ მივედი რომ ქალბატონი მარინა მეუბნება რატო არ აძლევენ ამ ბავშვს სტატუსს ამ ბავშვს ეკუთვნის სტატუსი და რომ მივედით სტატუსის მოთხოვნაზე მაშინ გითხრეს რომ თუ ბავშვი არ ზის ეტლში არ ეკუთვნის სტატუსი მერე ჩვენმა ორგანიზაციამ დაიწყო უკვე ბრძოლა იმაზე რომ სტატუსი მიენიჭებინათ ამ ბავშვებისთვის და ძალიან დიდი ბრძოლის მერე დიდი მადლობა სარჯველაძეს რომ მოგვცა ეგ სტატუსი ანუ სასაცილო უბრალოდ ანუ წელიწადზე მეტი ხანი ბავშვს სტატუსი არ ქონდა კი და ძალიან დიდი ბრძოლა კი და ესეც ჩვენი ბრძოლის შედეგია და არა მაგისი რა ქვია როგორ ვთქვა სიკეთის ხო უკვე სიტყვებიც მოვიწყდა და ეხა რადგან თქვენი დანიშნულების ადგილი კანცელარია რას ელოდებით პრემიერი შეგხვდებათ რაში მინდა შეხვედრა კობახიძის ნახვა არ მინდა მე მინდა მოვიდეს და გვითხრას რომ ეს გადაწყვეტილი საკითხია და წამალი შემოგივა თორე დღეს რომ ნახო კობახიძე რათ მინდა რომ დავინახო ხო არა ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ეს თქვენი მოთხოვნის დაგმოყენება ჩვენ მარტო არა აქამდე ფიქრობდით რომ სარჯველაძეს არ მიქონდა სწორად ინფორმაცია კობახიძემდე და მოვითხოვეთ შეხვედრა კობახიძესთან რომ მშობლებს აეხსნა კობახიძისთვის რა დაავადებას ვებრძვით და რასთან გვაქვს საქმე მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე უკვე კობახიძემაც ყველაფერი კარგად იცის და მარტო მაგასთან შეხვედრა არ გვინდა ჩვენ უკვე ხო იცის რასთან გვაქვს საქმე უკვე იქიდან ვითხოვთ რომ ეს ყველაფერი იყოს
იმდენად წინ წასული, რომ უკვე სწავლების შემოტანაზე და იყოს მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნაზე საუბარი. ეს ხო არ არის. აი ვითხოვთ წამალს. აი ეხაც რო შემოიტანო წამალი და ესე მოგცორ. აი შენ წამალი. ვის რა სჭირდება მაგათი წამალი, თუ არ იქნება მულტიდისციპლინური ჯგუფი შექმნილი, თუ ყოველი ბავშვი არ იქნება გამოკვლეული, რა ჩაშლა აქვს, რასთან რა რომელი ეგზონია ჩაშლილი, რომელი მუტაცია არის თუ არა ეს ბავშვი მზად, რომ ეს წამალი რომელიც შემოვიდა მიიღებს თუ არა. პირველ ეტაპზე ამას ხო არ ჭირდება არანაირი ბევრი ფული როგორც ამ წამალს. გამიკეთე მულტიდისციპლინური ჯგუფი, ბავშვები აიყვანი აღრიცხვაზე, 6 თვეში ერთხელ გაატარე კვლევაზე, რომ არ გამოგჩეს მშობლებს გული, ფილტვი, თირკმელი, ყველაფერი. ამას ხო არ ჭირდება არანაირი ხარჯი. ამ კვლევებს ახლა მშობლები თავისი ხარჯით აკეთებენ. კი, როგორ არა. ეხლა 28-ში თეოდორე ჩაწერილი მყავს უკვე დღეს დავრეკე ჩავწერეთ. და ეს კვლევები არის ძირადღირებული. კი, როგორ არა, მიდიხარ, მხოლოდ რომ დაელაპარაკო ექიმს, მაშინ მაგაში ხდი 100 ლარს. და დაზღვევა ამას არ ფარავს. არ ვიცი, ჩვენ არა გვაქვს დაზღვევა. ნუ სახელმწიფო დაზღვევაც არ ფარავს. არა, გამგეობამ 800 ლარიდან დამიფინანსა 300 ლარი. საყოველთაო დაზღვევის საყოველთაო ფარგლებში. დაზღვევამ, კი. და 800 ლარი არის ერთი კვლევა თუ ერთხელ ყოველთვის გამოკვლევა? რა, აი იქ თვითონ ქალბატონმა ხელაძემ ჩამომიწერა რა ანალიზები ჭირდება ამ ეტაპზე. ჩემსაც რა ანალიზებიც ჭირდებოდა მაგისი დამფინანსა, თორემ შეიძლება სხვა რომ მივიდეს, იმას უფრო მასშტაბური კვლევა დაჭირდეს. ამ ეტაპზე ჩვენ რაც გვჭირდება, ესენი გაგვაკეთებინეს. და სპეციალისტების პოვნა, ვინც ამ დაავადებას მართავს, რთულია თუ პრინციპში ყველას შეუძლია? ანუ მულტიდისციპლინურ ჯგუფში შევა ორთოპედი, გულსისხლძარღვთა სისტემის ნერვოლოგი, ენდოკრინოლოგი, რაც მთავარია და ესენი თვითონ თავის საქმეს ხო აკეთებენ ჩვეულებრივ ბავშვებში. იგივეს ოღონდ ალბათ გადამზადება დაჭირდებათ, მაგრამ ეს ხო არ არის რთული. აუ თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ეს მილიონად ღირებული წამალი არ შეეძლო სახელმწიფოს შემოეტანა, იმიტომ რომ იმ წლის ბიუჯეტში ვერაფერი შეცვლი და ეს ნამდვილად შეეძლო პირველივე შეხვედრაზე მოვითხოვეთ მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნა. კარგი, გვეუბნება რომ ეს წამალი ძვირია. ეს ხო არ არის ძვირი. ამაზე რას გეუბნებოდათ? განვიხილავთ. რას განიხილავს? ამდენი ხანი რითი ვერ განიხილა. 5 ექიმი რითი ვერ გადაამზადა და 5 ექიმთან რითი ვერ შევიდა დიალოგში, რომ 5 ექიმის ჯგუფი შეიქმნას. და ამას ალბათ მასაც ეკითხებოდით და სულ ხო, ერთი და იგივე განვიხილავთ. დღემდე განიხილავს. მარტო მინისტრი იყო ხოლმე შეხვედრებზე? არა, თავისი ჯგუფი ყავდა ვიღაცები, რომლებიც აი რაღაცა შეკითხვას რო დაუსვავდით ამ ჩვენ რაღაცებზე, უცბად იქ მოგუგლავდნენ, ეს გაიხედავდა და იქიდან ვიღაცა გვპასუხობდა. რა გუგლი ხალხო, რა ჩაჯიბიტი. მსოფლიოს ყველა წერტილში გვაქვს მშობლებთანაც, ორგანიზაციებთანაც და ექიმებთანაც კონტაქტი. რა ჩაჯიბიტი, რა გუგლი. ეხაც გამოდო დღეს დილით გააკეთა 2024 წლის შეჯამება და რაღაცა მოიცია, რაღაც სისულელეები. ვის ატყუებთ? მინისტრმა. კი, მინისტრმა. ვის ატყუებთ? 2024 წლიდან დღემდე იმხელა შედეგებია დადებული და იმხელა კვლევებია წინ წასული კიდე. ნუ შეკავთ ხალხის შეცდომაში. როგორ ფიქრობთ, თქვენი ბრძოლის ფინალი რაზე იქნება დამოკიდებული, თქვენ სიყოჩაღეზე თუ საზოგადოების სოლიდარობაზეც? აი ზუსტად მაგას ვიცახი, რომ ეს ხალხი უნდა შედით, დაგუგლეთ, მოიძიეთ ინფორმაცია, ხო არ ჭირდება დიდი დრო და თქვენ თვითონ გაანალიზეთ. ჩვენ მართულები ვართ თუ ნამდვილად ვითხოვთ იმას, რაც გვჭირდება და ნამდვილად გვჭირდება. ეს ხალხი უნდა მიხვდეს იმას, რომ ეს ბავშვები არიან
სიცოცხლის უნარიანები და ამ ბავშვებს სჭირდებათ გადარჩენა. არ ვიცი კიდევ ვინმეს თუ დაჭირდება ამ ქვეყანაში წამლისთვის ბრძოლა, ჯერ თქვენი ამბავია, იმედია თუ კიდე რამე დაავადება გამოვლინდა და მშობლები მივლენ მინისტრთან, ვინც არ უნდა იყოს, იმედია ამ გზას არავინ აღარ გაივლის. ხო და ეს მინდოდა სწორედ მეკითხა თუ კი ვინმეს კიდევ მოუწევს ამ გზის გავლა, ჯერ ამაზე ლაპარაკი ალბათ ადრე, იმიტომ რომ თქვენი გზაც შუა გზაშია და არ არის დასრულებული, მაგრამ აი რა რჩევა გაქვთ, რისთვის უნდა იყოს მზად თუ კი ამ რთულ გზას დაადგება? მშობელი ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად. აი დღეს თუ მოვიდა ვინმე და მითხრა რომ ჩაგცხრილავ და ბავშვს წამას მოუტან, მე მზად ვარ ამისთვის. ყველაფრისთვის მზად ვარ. აი იმდენად ვიბრძვით ეს მშობლები, რომ არ გვაინტერესებს რა მოხდება. ვიბრძვით ბოლომდე. თუ გინდა დამიჭირეთ, თუ გინდა დამცხრილე, რაც გინდა ის მიძახე, მომიტანე წამალი. და იმედია ღმერთო ყველა დედა დაიფარე და ყველა ბავშვი დაიფარე, მაგრამ ჩვენს მერე თუ ვინმე იყო კიდე ჩვენნაირი მებრძოლი მშობლების ჯგუფი იქნება თუ გუნდი იქნება და მივა ჯანდაცვის მინისტრთან იმას ქუჩაში გამოსვლა აღარ შეიგნეთ რომ ამ ბავშვებს უნდა ციცოცხლე. და თეო ეს პოლიციის ამბავსაც კითხავ, ბევრი გააღიზიანა, როცა კანცელარიასთან მიხვედით იმ კადრებმა ბავშვებთან ჩაყენებულ, ეტლიან ბავშვებთან ჩაყენებულმა პოლიციის კორდონმა, ხო? მაგას როგორ, აი თქვენი თვალით როგორ ჩანდა ეგ სურათი? როგორ უნდა ჩანდეს ბავშვი, რომელიც აი ჯერ ხო ბავშვი არის დათგონული, მოვიდა ეტლით და მშობელმა მიიყვანა და წინ აღუმართე და შენ არ გაქვს უფლება შესვლის კანცელარიის მისაღებში. რომ ბავშვი, აი შევპირდი, რომ დედიკო წამლის საქმეზე მივდივარ და აი მოვა და ამედიკმა თუ მოვიდა შვილი დავწოვე თქვენი შვილების გამო და ამათ ვეჭიდავები წლებია. აი ძალიან მომრავლდა ჩვენი გენეტიკური დაავადება. შვილები ხო გყავთ ყველას ნათესავები. ძალიან მომრავლდა. ღმერთმა ნუქნას რომ ეს ჩემი ნათქვამი რომელიმე წყურში ჩაგეწვდეთ. ანუ ის ხალი რას ამბობდა, ეს გიჟი ხალი რო იყო. ალბათ შეწება გიჟადაც შემრაცხოთ. ეს არის სიძულვე ჩვენ შვილებს წამეს არ აძლევენ. ჩვენ შვილებს დაზღვევაც არა აქვს. კი არ ყავთ რომ წელიწადში ერთხელ კონტროლი გაუკეთოთ. დაზღვევაც არა აქვს ამ ბავშვებს. გენეტიკური დაავადება რო არის ყველა დაზღვევა დაბლოკილია. უთანხმეთ რა ეს ადამიანი. წინაზე ხო შეუშვით ბავშვები და წინაზე ბავშვები ხო შეუშვით. მართლა რატო არ გწევს ძალიან მაინტერესებს. ვინმე არ უნდა ჩამოვიდეს აქ. რომელი კანონი ირღვევა რომ ეს ბავშვები შევიდნენ მისაღებში? რა კანონი ირღვევა? კანონები შევიდნენ რატო? იმიტომ რომ ბრძანება, კახა რომ ბავშვი არ შევიდეს, ბრძანება. და ესეთი პრემიერი რო გეყოლება, რომელიც ბავშვს არ უშვებს შენობაში, იმისგან რას უნდა ველოდოთ? ბავშვები განადგურებულები, მე ერთი ბავშვი ვისი ბავშვი კახას ბავშვი იყო, მე მგონი თუ არ მახსოვს რომ გამიყვანეთ აქედან, რომ ბავშვები იმდენად სტრესში ჩავარდნენ, რომ აი ეს პოლიცია ეჯაჯგურება, რომ ამ იმაზე ეტლზე გამიყვანეთ აქედან, რომ ბავშვი ისეთი ფსიქოლოგიურ სტრესში მიიღეს. დარტყმა როგორია. სულ ვიძახი ღმერთო, ყველა დაიფარე, ყველა ადამიანი დაიფარე ამ დაავადებისგან. ხომ ყავს იმას ვიღაცა ნათესავი, ვიღაცა ახლობელი, ვიღაცა ოჯახის წევრი? რატომ არ ფიქრობენ, რომ აი თვითონ წარმოიდგინონ ჩვენ ადგილზე თავი? ყველა ეგ რატოა ესეთი რთული სულ მაგ ხოლმე ეკითხვა? არ ვიცი, მაგრამ ბუმერანგის ყველას ეშინოდეს, ყოველთვის მაგას ვიძახი. ბუმერანგის ყველას ეშინოდეს, ყველას ვინც არის მთავრობაში, ყავს ბიჭები და ყავს შვილები. ბუმერანგის ეშინოდეს ყველას. ეთილი, მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ყველასთან მივალთ, ყველას დახმარებას მივიღებთ, ყველა მშობელი ყოველ დღე რომ მოიწვევთ, ყველა მოვა. ყველგან გვინდა გაჟღერდეს ამ ბავშვების ხმა. ჩვენ ვართ ამ ბავშვების ხმა. როგორი გაუმართლოთ მაგ ბავშვებს ყოჩაღი, ხმები არ მოაჭდათ. იმედია. მადლობა. მადლობა თქვენ.